გაინძერი შეჩემა. ძალიან ტუტუსური განცხადება უნდა გავაკეთო და ხო, 1-2 ჩხუბი მახსოვს ბავშვობაში, სადაც გავილახე მაგრად მომერიენ. დროზე ქენი შეგიძლია და რაღაცა ბოდიალობ რა. რომ უნდა მიაწვე რა, ყველაფერს უნდა მიაწვე, ხო ჭკვიანურად რა თქმა უნდა მიაწვა. გაითიშა. და კოდი არ მახსოვს. რა არის შენი ყველაზე დიდი შიში? ჩემი ყველაზე დიდი შიში არის უძლურებაში ყოფნა. ანუ უნარობაში, აი ჯანმრთელობა რო არ გაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა გააკეთო. შეიძლება ვიღაცამ ეს გადათარგმნოს, რომ სიბერის ეშინიაო, მაგრამ გონია რომ თუ სწორად წარმართავ შენ ცხოვრებას, ესეთი მოხუცებულ ასაკშიც აქტიური და ესეთი ქმედითი იქნები და ნუ მე უძლურების მეშინია რა, ყველაზე მეტად ეგ არის. რა არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი? ძალიან რთულია ყველაზე დიდი გაკვეთილი დავასახელო, არის ბევრი გაკვეთილები, რომელიც მიმიღია მეგობრობაში, პირად ურთიერთობაში, საქმიან ურთიერთობაში, სწავლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი გაკვეთილი მაინც რო შევაჯამო, ყველაფერი დადის იქამდე, რომ საკუთარ თავს არ უნდა უღალატო რა. ანუ არ უნდა წახვიდე იმის წინააღმდეგ, რასაც გრძნობ, რომ შენი არ არის რა და მაინც აკეთო რაღაცის ხათრით, ვიღაცის ხათრით. ალბათ ყველაზე დიდი გაკვეთილი ეს არის და მე ეს ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე, თქვა, სადაც ხარ, რასაც აკეთებ და ასე შემდეგ რა. თუმცა არ უნდა წახვიდე იმის წინააღმდეგ, რასაც გრძნობ, რისიც გჯერა, აქ არის ერთი დიდი ხაფანგი, ასე ვთქვათ. ეს არის ცდუნება რაღაცის მიღების რა, იქნება ეს ემოციური თუ მატერიალური სარგებელი. მაგრამ აი დავწუნდი, რომ ეს არის მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, კმაყოფილების განცდა და მე გრძელვადაში მაინც ეს განგრევს. ალბათ ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც მიმიღია. რა არის შენი ყველაზე დიდი დაუცველობა და კომპლექსი? არ ვიცი, აქაც ბევრი რამეა. კომპლექსებისგან არავინ თავისუფალი არა ვართ. დაუცველობის შეგრძნება, არ ვიცი. ძალიან მიჭირს პასუხისგაცემა. მაგრამ ალბათ მაინც ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება იმეს გაეცინოს, მაგრამ ჩემი ჰოროსკოპიდან გამომდინარე, კირჩხიბობიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე მეტად რაც მე მიკარგავს სიმშვიდეს, ეს არის უყურადღებობა, სითბოს ვერ მიღება, ყურადღების ვერ მიღება, სითბოს ვერ მიღება და ალბათ პატივისცემის ვერ მიღება რა და აი ხა გამახსენდა ერთი ყველაზე დიდი კომპლექსი არის, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ მე ვარ ვირეშმაკა. რომ მაიმუნობ და რაღაცა ვიკადრე უკადრებელი. აი ეს ალბათ ხო, ეს არის ყველაზე დიდი კომპლექსი და დაუცველობა არა, კომპლექსი რა, კომპლექსზე ვილაპარაკებ. ეგ არის, რომ აი რამე ისეთი არ დამწამონ, რაც მე თვითონ მეზიზღება რა ცხოვრებაში და ვერ ვიტან. როგორ უმკლავდები სტრესს? ორი გზა მაქვს სტრესთან გამკლავების, ერთი არის ვარჯიში, აუცილებლად და ეს ძალიან მშველის ყოველდღიური სტრესთან გამკლავებაში, რაც გაქვს და მეორე არის, როდესაც ძალიან გამიჭირდება საყვარელ ადამიანებთან ყოფნა რა. მათთან კონტაქტი, მათთან ურთიერთობა, აი რაღაცა მოთხოვნილება მიჩნდება იმ წუთას, რომ მივიდე ვნახო, ავიც ჩავეხუტო და ასე შემდეგ და ნუ ახლა რასაც საყვარელი ადამიანი ქვია, იქვე თუ არის, ჩემთვის საკმარისია დავინახო, დაველაპარაკო და მე ყველაფერი არის ხოლმე კარგად. და ხანდახან ხდება ხოლმე, რომ რაღაც საკუთარ თავს შეიცოდებ, შეიძლება 1-2 კურცხალიც გადმოაგორო და 1 საათი მიცე თავისუფლება, რომ იყო საწყალი, იყო მსხვერპლი, ასე შემდეგ და მე წამოვარდები და ვიტყვი, რომ აბა ეხა მიაწვა და ესე არ შეიძლება და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გამომდის. არის ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ
რანაირად ყოველთვის გამოგდის, რამე არ გჭირდება და რავი, ჯერჯერობით ყოველთვის გამომდის და მე ვნახო თუ რამე დამჭირდა და ვინმე დამჭირდა, შეიძლება მიმართო. რა არის შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოგონება? არის ბევრი არა, მაგრამ აი მნიშვნელოვანი ბედნიერი მოგონებები. ეს არის მაგალითად, როდესაც მე მოვხვდი საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში 94 წელს და გავემგზავრეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ამ ნაკრებში მოხვედრას უძღოდა წინ ის, რომ წინა ნაკრებში ვერ მოხვდი, მიწევდა ასაკით, მაგრამ საერთოდ გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ დამიძახეს და აქ ყოველთვის ვიხსენებ, რომ რამდენს ნიშნავს შენთვის ავტორიტეტული ადამიანის და კერძოდ ამ შემთხვევაში მამის პოზიცია და მისი პოზიცია იყო გადამწყვეტი, რომ მეორე წელს მე მოვხვდი ამ ნაკრებში და არა მარტო მოვხვდი, არამედ ძირითად შემადგენლობაში ვიდექი და წინა წელს რო ვერ მოვხვდი, რა თქმა უნდა ვაბრალებდი ჩემს წვნელებს, რომ აი არ ამიყვანეს და ვერ დამინახეს და რაღაც, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, რომ არიყავი ღირსი, არიყავი მზად და შენ თუ გინდა და გაქვს რამის ამბიცია, მომავალი წელიც გაქვს, მოემზადე და ასე შემდეგ. ანუ არ დაუწყია, რომ ვაიმე ჩემი ბიჭი როგორ დაჩაგრეს და ეგ დამპლები და ასე შემდეგ, პირიქით მე მითხრა, რომ შენი ბრალი იყო და თავიდან რა თქმა უნდა ეს გაბრაზებს ახლა იმ ასაკში 18-19 წლის რო ხარ, მაგრამ მე მადლობა ღმერთს მივხვდი, რომ მამაჩემი იყო სწორი და მე მთელი წელი ისე ვივარჯიშე, რომ როგორც თქვი, მოხვდი ძირითად შემადგენლობაში და თან ეს განსაკუთრებული განცდა იყო მაშინ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც სულ რამდენიმე წლის მოპოვებული გქონდა თავისუფლება ეს დამოუკიდებლობა და შესაბამისად საქართველოს ნაკრები ძალიან ახალი რამე იყო და ძალიან მეამაყებოდა და მიხაროდა და ამის მერე ჩემი სარაგბო კარიერა ვერ აეწყო, მაგრამ მაინც აი ერთი რაღაც ესეთი გასახსენებელი და საამაყო მაინც დამიტოვა ამ ნაკრებში მოხვედრამ და იმან რომ ესე იგი ჩვენთან ქართულ რაგბიში ასე ითვლება, რომ ბორჯღალოსანი არის ის, ვინც რაღაცა 20 წლამდელები და ეროვნული ნაკრები უთამაშია. თუ არ ვცდები, ეხლა შეიძლება 18 წლამდელების დაამატეს, მაგრამ რაც მე ვიცი ესე იყო, ამიტომ ბორჯღალოსანის სტატუსი მაქვს და ეს არ მეამაყება. მიუხედავად იმისა, რომ მე თქვა ჩემი შეცდომების გამო ვერ ვქენი ისე როგორც საჭირო იყო, რომ გამეგზელებია კარიერა. შემდეგი მოგონებები არის ჩემი სამი შვილის დაბადება. ეს იყო, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ამბები. პირველი ორი გოგო და შემდეგ უკვე ბიჭი და ნუ ეხა რა ვიცი, შეიძლება ვიღაცამ ამის გამო გამკიცხოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ორივე სქესი შვილი მინდოდა, ბიჭი აუცილებლად მინდოდა და აი მესამე რომ დაიბადა ნიკო, ამას კიდე რაღაც ეს განსაკუთრებული რაღაცა ახლდა, მაგრამ სამივე ჩემი შვილის დაბადება იყო უბედნიერესი მოგონება. ბედნიერი მოგონება არის ის გზა, რომელიც მე გავიარე და შევძელი და მოვხვდი MBA-ზე ინგლისში სასწავლებლად, ანუ სრული დაფინანსებით და ასე შემდეგ, დიდი კონკურსი გავიარე, ესეც ძალიან ბედნიერი მოგონება იყო. ბედნიერი მოგონება დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი მუშაობა კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში მოხვედრა GVS რომ ეძახიან, იმიტომ რომ იქ მე შევიძინე უძვირფასესი ადამიანები, იქ მე ვნახე ძალიან ბევრი რამ, რომელიც დღესაც კი აი 25 წლის მერე ვერ ხერხდება, რომ ქართულ კომპანიაში დაინერგოს, მაგრამ იქ ეს იყო და რასთავარია მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და გავიცანე ადამიანი ლევან კობერიძე, რომლისგანაც გავიგე სიტყვა ბრენდინგი და აი ამის მერე ასე ვთქვათ დაალაგდა ჩემ თავში ბევრი რაღაც და მივხვდი, რომ ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები ეს იყო ჩემი საქმე და ამის მერე წავყევი ამ თემას. როდის და რაზე იტირე ბოლოს, რა ვიცი. ჯერ ვიტყვი, რომ ერთ-ერთმა თქვენმა რესპონდენტმა თქვა, რომ კაცებიო ტირიანო და კი არის ესე ტირიან, სხვათა შორის დავეთანხმები და თერაპია ნამდვილად.
და თუ ემოციური ადამიანი ხარ იტირებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისუსტეს, უბრალოდ რაღაცა ბრაზის ან რაღაცა განცდის რაღაცნაირი გამოხატულება არის და არ მახსოვს რაზე ვიტირე ბოლოს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ხანი გავიდა რაც ვიტირე რა. არა. რავი, ხანდახან აი რაღაც ახალ ამბავს რო წავიკითხავ, განსაკუთრებით არ ვიცი, ბავშვებს თუ უჭირთ ვინმე ავათარი, რაღაცები შეიძლება მომადგეს ცრემლები. შეიძლება რაღაც ვიდეო ვნახო ან ფილმი ვნახო ან ამონარიდი ვნახო მოთხრობინდან და ასე შემდეგ და ხანდახან არის ხოლმე აი როცა სტრესია, როცა თქვი რომ ვაძლევ ხოლმე თავისუფლებას 9:30 საათი 1 საათი ვიყო საწყალი. თუმცა აი ეს სისაწყლე ძალიან აგრესიას იწვევს ჩემში და უძლურება განსაკუთრებით ჩემ თავში და ჩემი ახლობლები როცა არიან ამ მდგომარეობაში იმის მაგიროთო ვაიმე და ასა პირიქით ვაგრესიულდები ხო. ხო, კი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ცხოვრება არის ბრძოლა, ვინც როგორც უნდა ისე თქვას, ეს ბრძოლა არის პირველ რიგში საკუთარ თავთან. და ჩემ ფილოსოფიის ნაწილი არის ეს, რომ იმაზე ტკბილი გამარჯვება არ არსებობს, რაც საკუთარ თავზე გამარჯვება რა. და შესაბამისად, ხო, შენ თვითონვე უნდა, ასე ვთქვათ, მოვაყოჩაღო და შეუძახო შენ თავს. კი, შეიძლება გარედახმარება მიიღო ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ყველაფერში ისე თავი და თავი არის თვითონ ის ადამიანი და ხარ შენ და ხო მეხმარება, რა ვიცი, ალბათ ასე დავამოღამე რა, რომ რაღაცა ეს მუშაობს, ან უნდა იმუშაოს ამან და ასე შემდეგ. შენი პიროვნება რომ ბრენდი იყოს, რა იქნებოდა ბრენდის მთავარი ღირებულება და დევიზი, ხო? ნუ პერსონალურ ბრენდი ქვია ამას, ჩემ პროფესიულ ენაზე და ნუ ჩემი დევიზი, სლოგანი, მოტო, რაც კიდათ ის დაარქვით, თან ვინც მე მიცნობს სოციალური ქსელებიდან, იქ ყველაზე მეტად ჩანს ეს, რომ არის მიაწვა. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, სარაგბო ხასიათიდან გამომდინარე, უნდა მიაწვე რა და ნუ რაგბიში მიწოლა არის ერთ-ერთი ტექნიკური უნარიც ასევე შერკინებაში, სადაც მე ვთამაშობდი რა და ეს გადმოტანილი მაქვს ცხოვრებაში, რომ უნდა მიაწვე რა, ყველაფერს უნდა მიაწვე, ხო ჭკვიანურად რა თქმა უნდა, მიაწვა და რაც შეეხება თავარი ღირებულება, ეს არის ალბათ პატიოსნება, ანუ აი ვირეშმაკობა რო ვთქვი და რაღაც ამის ყველაფერი საპირისპირო. პატიოსნება, გულწრფელობა, სიბინძურის ვერატანა, ყველანაირ ურთიერთობაში და ყველგან და ყველაფერში, პრინციპულობა და ვიტყვი რომ ხშირად შეიძლება წამიგია, მაგრამ მაინც მირჩევნია რომ ვიყო პრინციპული რა და ესე რომ ჩამოვაყალიბო ალბათ ეს არის. გულწრფელობა, პატიოსნება, ერთგულება, ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია ჩემთვის და სისუფთავე რა. რომ რაღაცები არ იკადრო რა, ეს ამბავი. არის რაიმე რის არ გაკეთებასაც ძალიან ნანობ. კი, ბევრი რამეა ძალიან. ძირითადად არის დაგვიანებები რა, არ გავაკეთე თავის დროზე. თუმცა უმრავლესობა ამისა ამ გამოსწორებადია, არ ვიცი, ნანობ რომ ერთი 10-15 წლის უკან არ დავწერე წიგნი ბრენდინგზე მაგალითად. და ნუ რა ვიცი, ბევრი რაღაცეებია რა. იგივე, რავი, რაგბიზეც შემელო უფრო მეტი მეთამაშა და რა ვიცი, იქნებ ეროვნულ ნაკრებშიც მეთამაშა, ხო? რავი, კიდე არის ბევრი რაღაცეები, რომელიც ახლა უცებ არ მახსენდება რა, რა თქმა უნდა, არის. აი დღეს რომ რაღაცა გადაწყვეტილებების წინაშე ვარ, ხშირად მახსენდება მამაჩემი, რომელიც აღარ არის, მაგრამ სულ მახსენდება, იმიტომ რომ მამაჩემი ეცოდა ძალიან კარგი ფორმით რჩევის მოცემა, ეს არ იყო პირდაპირი მითითება, ეს იყო ხოლმე ამბის მოყოლა, როგორც მაგალითი და ყოველთვის ესეთი კითხვა მიფორმულირდება ჩემ თავში, რომ რას მეტყოდა მამაჩემი, რას იფიქრებდა თვითონ და აი რას მირჩევდა, ხო, ოღონდ აი თავისებური რაღაცა ფორმით. და აქედან გამომდინარე, ალბათ ნანობ, რომ კიდევ მეტი არ ვისაუბრე, კიდევ მეტად არ ვკითხე რაღაცეები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მე და მამაჩემი ვიყავით მეგობრები. ჩვენ შორის არასოდეს არ ყოფილა ეს რაღაც ასაკში რო ხარ და კონფლიქტი და მამა არ მევასება და ეს ვინ არის. არასოდეს ის ყოველთვის იყო ჩემთვის ავტორიტეტი, საპატივცემულო ადამიანი და ეს მან მოახერხა. როგორ არ ვიცი, დღემდე ვფიქრობ, რომ
მე ყოველთვის მინდოდა მასთან ერთად ყოფნა, მასთან ერთად წასვლა, წამოსვლა არასოდეს პრობლემა არ მქონია რა. მამა ჩემს რა ქონდა მნიშვნელოვანი. ალბათ ის რომ თვითონ დამანახა, რომ ჩემთან ერთად ყოფნა ევასებოდა რა. ანუ მართლა ყველგან დავყავდი და მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი არ იყო ეს ჩვეულებრივი მუშაკი და თანამშრომელი, საბჭოთა დრო იყო, ხო, რა თქმა უნდა, და იყო დაკავებული ადამიანი და საკმაოდ ისეთ თანამდებობებზე, ყოველთვის ნახულობდა დროს ჩემთვის რა. აი, წამიყვანდა ესა და ჩაციკლული იყო რაღაცნაირად, რომ მე ყოფილიყავი ფიზიკურად ძლიერი. და ამიტომ აი სპორტი და ესა და რავი, რა სპორტზე არ ვიარე, როგორ და მე ბოლოს მივაგენი ამ რაგბის, რომელიც გახდა ჩემი მუდმივ მოქმედი სიყვარული, მაგრამ ყველანაირად ხელმისწყობდა და პოულობდა დროს რომ ვეტარებინე. სანამ სატარებელი ვიყავი რა, იმ ასაკში ვიყავი და აი მის მეგობრებთან ნათესაობასაც მიდიოდა, აუ შენი საქმე იქ არა, დიდები იქნება, აი ეს არ ყოფილა რა. ხო და ალბათ მეც მივეჩვიე რა და შესაბამისად მოახერხა რომ მეგობრობდით რა. აი დაფარული, დამალული ჩვენ შორის არასდროს არ ყოფილა და ალბათ რა ვიცი, შეიძლება ბევრ დროს ვატარებდით, ბევრ ამასაც ვეკითხებოდით, ბევრზე გვისაუბრია, მაგრამ ალბათ რო აღარ არის კიდევ გონია რომ ალბათ უფრო მეტი შეიძლებოდა გესაუბრა და გაგეგო მისგან. ეს იყო, რასაც ეს არის ალბათ რაცაც ძალიან ნანობ. გაითიშა. და კოდი არ მახსოვს. ნუ ტყილა მან მითხრა ერთავე მახსოვს. თიც დავადებ აწირო აგარი. ხო, ეს ახლა ისეთი კითხვაა რა, რამდენად ემოციური ადამიანი ხარ, ზე ემოციური ადამიანი ვარ ყველა მიმართულებაში, თავის აფეთქებით, თავის პრინციპულობით, თავის როგორც ასე ვთქვათ, ჩემზე იძახიან ხოლმე უხიაგობით, პირდაპირობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. შემიძლია გულთან ახლოს მივიტანო ყველაფერი. შემიძლია რა ესე გამოგდის და მამა ჩემი მეუბნებოდა ყოველთვის რომ რაუბედურებაო შვილო, ეს რაღაცა ოქროშვალედი არა გაქო რა, ან იქით ხარ რადიკალურად, ან აქეთო და მუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ მაინც ხშირად გამირბის, ამიტომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ვინც მიცნობს ეხა და ამას ნახავს, გაეცინებათ რა. აი მეუბნებიან რა ჩემი ახლობლები, ვინც კარგად მიცნობ, რომ შენ რო გაბრაზებული ხარ, აი სადაც ხარ იმ ოთახში რაღაც ის ჩამოწოლილია სიმძიმე რა, ძალიან ის ენერგეტიკულად ძალიან ისეთი ძლიერი ენერგეტიკა მაქვს და როცა გახარებული ვარ, ესეც რა თქმა უნდა ყველანაირად და ყველაფერში იგრძნობა. არის რაიმე ტრავმა, რაც დღემდე ახდენს გავლენას შენ ცხოვრებაზე. პატარ-პატარა ტრავმები ალბათ არის, იმიტომ რომ როცა მე ვიყავი ბავშვი მოზარდი, მაშინ თქვათ არ იყო იმ ხელაცოდნა და ნუ ახლა საბჭოთა კავშირი იყო და რაღაცა ფსიქოლოგიაზე საუბარი, რაღაცა ისეთი არ იყო რა მიღებული და ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, რაღაცა ესეთი განცდა მაქვს, რომ ერთი მასში გადიოდა და თან ეს ამ ყველაფერს ხელს ის უწყობდა, რომ საბჭოთა რეჟიმი ადამიანს, ვისაც ვერ იჭერდა ესე რაღაცა კონკრეტული მუხლით, გიჟად გამოაცხადებდა და ჩაამწყორდნენ ხოლმე მერე ფსიქიატრიულში. ასე რომ მაშინ ბევრი რამე არ იცოდნენ ადამიანებმა და ჩვენ მშობლებსაც ალბათ რაღაცეები ეშლებოდათ რა, ხო და ესე რაღაცა კონკრეტული არ მახსენდება, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრმა იმ ფაქტმა, სადაც იყო ჩემი, ასე ვთქვათ, ქართული სიტყვა მინდა ვიხმარო რა, ჩემზე ზეწოლის მომენტები, მცდელობები. მინდა გითხრათ, რომ მან და მაინც ვერ მუშაობდა ეს ყველაფერი, პირიქით რეაქციას იწვევდა და ვიძახოდი რომ აგერ ნახავთ თუ არა რაღაცა და საპირისპიროს ვაკეთებდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო და ნუ იყო რაღაცეები რა, მართლა ვერ ვიხსენებ ეხა ეს დეტალურად, რომ აი ის კონკრეტული ტრავმა და რაღაცა ასე შემდეგ რა. თუმცა აი ტრავმა არ ვიცი რამდენი დავარქონა, შოკები რა, რაღაცა შოკი მიღებული რაღაცეების გამო. ალბათ ეს აღზრდისბრალი იყო, იმიტომ ჩემი ოჯახი დედის მხარე განსაკუთრებით იყო ეს ანტი-საბჭოთა, ანტი-კომუნისტური ამბავი და მე უფრო მეტი მქონდა გაგონილი და ვიცოდი იმის შესახებ, როგორ არ უნდა ხდებოდეს რაღაცეები ქვეყანაში და ყოველდღიურობაში ამას რო უყურებდი, ალბათ რაღაც დაღი დაასვა.
მართალი რომ გითხრა, ეხა ფსიქოანალიტიკოსი რომ დამიჯდეს, შეიძლება რაღაცები ამოყაროს, მაგრამ რო გითხრა რომ რაღაცის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობდი და დედა და ისა არა, პირიქით, მე ყოველთვის ვიყავი თამამი, გაბედული, ხმაურიანი, როგორც სკოლაში ამბობდნენ, უდისციპლინო, რაღაცა ისეთი, აი რაღაცა ამრევი ტიპი ვიყავი რა და რაღაცა ისეთი ტიპი ვიყავი. ხო, 1-2 ჩხუბი მახსოვს ბავშვობაში, სადაც გავილახე მაგრად მომერიენ, ამას ჩვეული არ ვიყავი, იმიტომ რომ ისე ვიყავი, მაგრამ რაც ახალ ადგილთან გადასვლა, ბევრი ხალხი რაღაცა შეიძლება ამან იმოქმედა კი და ასე შემდეგ, მაგრამ დანარჩენი ხა რო გითხრათ რომ რაღაც ისეთი ამბავი იყო, არ ვიცი. მე არ მახსენდება, შეიძლება პროფესიონალმა ეს დაადგინოს. რა არის ის ტკივილი, რომელზეც იშვიათად ლაპარაკობ, მაგრამ თვლი რომ ძალიან შეგცვალა. იცი რა, მადლობა ღირს, მე მგონი ასეთი ტკივილი არ ყოფილა და ღმერთმა დაიფაროს, რომ აუ რაღაცა და ძალიან რაღაცა შევიცვალე რა. რაღაცა თავიდანვე რაღაც ჯერ მშობლების გამო ალბათ, მერე სარაგბო საზოგადოების გამო პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემ დროს რაგბი კიდე სხვა იყო. თავიდან ბოლომდე ღირებულებებზე აგებული და რაღაც ისე წავიდა ჩემი ამბავი, რომ ძირითადად გუნდში ვიყავი ასაკით პატარა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ფიზიკურად ისა და რაღაცა ისეთ გუნდებში მიწევდა, რომ ჩემზე უფროსები იყვნენ და მაშინდელი რაგბი იყო, არ ვიცი ვინ, არქიტექტორები, მხატვრები, რაღაცა ფიზიკოსები, ქიმიკოსები, რაღაცა აი აკადემიის გუნდში თამაშობდი, სადაც მართლა ხელოვანი, ასე ვთქვათ, აკადემიის სტუდენტები თამაშობდნენ და ესე არ იყო და რაღაც ალბათ ამათმაც დამაზღვიეს რა, რჩევებით, საქციელით, პირადი მაგალითებით, რაღაცეებით და ასე შემდეგ. არის რა თქმა უნდა ადამიანების დაკარგვის ტკივილი, ხო, ჩემი მეგობრების მაგალითად, იმიტომ რომ 90-იანი წლები გავიარე. სხვა შორის ვიტყვი, აი, ეხა გამახსენდა, ალბათ ის ახალგაზრდა და პატარა ბიჭები, ვინც აი ამ სისულელე, საშინელებას, აი ამ რაღაცა მარავს შეეწირნენ, ხო, 90-იანებში რაც ხდებოდნენ. ეხა რომ ვიხსენებ, ვინ რისთვის არის მოკლული ან რაღაცა ასე შემდეგ, აი, რავი, მზარავს რა, ხო ხდებით, მაგრამ ნუ მაშინ ესეთი დრო იყო. ანუ აი ესეთი ყველაზე შემზარავი ისტორია ჩემთვის არის ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი გიორგი შავგულიძე. მანამდე ჩემი ტოლები ასე შემდეგ, კიდე გარშემო ასე შემდეგ და ალბათ ამან შემცვალა იმ მხრივ, რომ მიუხედავად შეძლებისა, ვერ იდებოდი კონფლიქტ. შეიძლება შიშიც დამყვა რაღაც, რომ აი რისი გულისთვის უნდა აღარ ვიყო, თქვათ. და არც მერიდება და არც ასე ვთქვათ, მეუხერხულება ვთქვა, რომ ხო, ალბათ რაღაცნაირი ცოტა შიში გაჩნდა, რომელმაც ცოტა გონიერებისკენ მომიწოდა, რომ ანამაის ნუ დავასკდები ვიღარ რაღაცა, რომ რაღაცა იმასქნას. ხო, ამ მხრივ ალბათ შემცვალა რა. როგორ ფიქრობ, თავად რამდენად იმპულსურად იღებ გადაწყვეტილებას პროდუქტის ყიდვისას? ხო, მიუხედავად ჩემ პროფესიისა, ბრენდინგისა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანების იმპულსური გადაწყვეტილების მიღებაში თქვათ, ჩემი დამკვეთისთვის გაკეთებული პროექტის ფარგლებში ჩემი წვლილიც იყოს, იმიტომ რომ ბრენდმა ემოცია უნდა გამოიწვიოს, რა თქმა უნდა. სპეციალობის მიუხედავად საბოლოო ჯამში ყველანი ვართ ადამიანები და ემოცია ჩვენში ძალიან დიდ როლს თამაშობს და კი, ხშირად მიმიღია იმპულსური გადაწყვეტილებები. გააზრებულიც კი, რომ აი კი ხო, ვიცი ესეა, მაგრამ ნუ აი რავი, მინდა რა. და ამას ვერ ერევი და რა თქმა უნდა ხშირად არის ეგეთი რამე. საერთოდ რაციონალიზმი არ მახასიათებს რა სამწუხაროდ. აი საქმეშიც ბიზნესი რასაც ქვია, ხო? მეორე ადამიანი მჭირდება უფრო ისეთი მიწაზე დაშვებული, დამთვლელი, მოანგარიშე, რაციონალური გადაწყვეტილების მიღები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოდესმე გიმუშავია პროდუქტზე, რომელმაც კარგი შედეგი დადო, მაგრამ შინაგანად თავი გაგზნობინ. არა. მე მაგ ჩემი პრინციპები, რომ გარკვეულ ინდუსტრიებს არ ვემსახურები, არ ვაკეთებ და შესაბამისად ეგეთი პროდუქტი არ ყოფილა, რომ მე ცუდად მეგზნო თავი. თუ ამას ცოტა მოვატრიალებთ ამ კითხვას, ვიტყვი, რომ მაქვს უამრავი იმედგაცრუება იმის გამო, რომ კარგი პროდუქტი დაიდო, ჩემი მხრიდან, ანუ სტრატეგია, ასე შემდეგ და ის ვერ ახსოვდა ისე როგორც საჭირო იყო. ეს კი. მაგრამ მე რო რაღაცა
სუდათ ვიგზენი თავი, იმიტომ რომ ეს პროდუქტი გავაკეთე, არა, ესეთი პროდუქტი მე არ გამიკეთებია, ნამდვილად ვამბობ და ვინც მიცნობს აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება ამაში, დამიდასტურებს. Როგორ ფიქრობ, ბრენდები ადამიანების ნამდვილ იდენტობას აძლიერებენ თუ ხელოვნურს უქმნიან? ორივეა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვლაპარაკობ, რომ ყველაფერი დადის ადამიანის გონებამდე, რომ 26 წლის მანძილზე რაც მე გამოცდილება მივიღე, ნუ აქ არის რა. ცოდნა მივიღე ალბათ, როგორ მუშაობს ადამიანის გონება და ადამიანის გონებიდან გამომდინარე მისი საქციელი და ასე შემდეგ და აქ არის, მეტი არც სად არაფერი არ ხდება. და ეხა მაქვს ესეთი ახალი მუდმივ მოქმედი ფრაზა, რომ ბრენდი ჩდება ადამიანის გონებაში, შენდება ადამიანის მიერ და არსებობს ადამიანის გონებაში. ეს ბოლო არის მოხმარებელი, იქ არსებობს. ბრენდის მიმართ რაღაც კონკრეტული ემოცია. ხო და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან ბევრი კითხვის, კვლევის, კეთების და იმის შემდეგ დამიდასტურდა, რომ ჩვენ ბრენდებს ვირჩევთ ჩვენი იდენტობიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ ბრენდები ვერავის ვერ ატარგეტირებენ, ესე რომ ამხო, სამიზნე აუდიტორია, ვერავის ვერ უმიზნებენ. უბრალოდ ბრენდები სწორად თუ იქმნება და სწორად გამოდიან ბაზარზე, ბრენდები ამბობენ, რომ მე ასეთი ვარ, ამას ვაწვევი, ამისთვის ვარ, ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტოთ. და მერე ადამიანები, ვინც ასე ვთქვა, თანხwebdriverში მოვლენ აი ამ შენ ვინაობასთან, ისინი გირჩევენ შენ. ხო, ამიტომ ეს სამიზნე აუდიტორია სწორი არ არის ხოლმე და მე ჩავანაცვლე სიტყვით სასურველი აუდიტორია. ანუ გამოჩნდე ბაზარზე და მოიქცე ისე, რომ ვინც როგორიც გინდა რომ იყოს შენი მომხმარებელი, როგორებიც. აი იმათვის მოსაწონი იყო და თუ რაღაცა გამეფებულ ტერმინს ავიღებ, აი მიზანი ეს არის, რომ მიზანში იყო ისეთი, რომ აი იმ ადამიანებს მოეწონათ, ვისთვისაც გაქვს ეს ბრენდი ჩაფიქრებული. ხო, ამიტომ ხო, იდენტობის მიხედვით ირჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგჯერ ხდება რაღაცა ბრენდის ყიდვა, რომ ვითომ ჩემზე რაღაცა ესე თქვას. და ნუ ადამიანები ბრენდებს მაგიტო ყიდულობენ, რომ თავის გარშემო საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი. რომ ეს ტელეფონი მიჭირავს, ესეთი მანქანით დავდივარ, ესე მაცვია, აქ ვისწავლე, აქ ვსწავლობ, აქ მუშაობ, ისა ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ. ზოგი არის ხელოვნური, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩემი აზრით ეს არის მათი ორიგინალ იდენტობა, იმიტომ რომ ჩვენ ქცევებს ვერ ვაკონტროლებთ რა, ხო, აი სხეულის ენა, body language ეგრეთ წოდებული ყველაზე ნაღდია, ხო, ადამიანის რეალური განზრახვების ამოსაცნობა და ეს არის შესყიდვის საქციელიც ასევე და აი რას ყიდულობ, როგორ ყიდულობ და ასე შემდეგ, ისე შემდეგ ეგ არის. ამიტომ მეწილად ალბათ იდენტობას აძლიერებენ და ძლიერი აი დიდი ბრენდები რა, აი ლეგენდარული ბრენდები ვინც არიან, ალბათ აქ დაარტყეს ყველაზე მაგრა რო ეს იდენტობა. სხვა შორის ძლიერი ბრენდები კარგი კომუნიკაციით ადამიანებს ეხმარებიან ჩამოაყალიბონ მათი იდენტობა და ინახავენ რომ ეს ამას ამბობს. ვა, ეს რა მაგარ, ეს მინდა. და აქ უერთდება, ხო ხვდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნუ რა თქმა უნდა, ხა ვიღაცები რაღაცებს ყიდულობენ, იცვავენ, იხურავენ, უჭირავთ, იმიტომ რომ ვითომ რაღაც. მაგრამ ხო ვიწვევით მე ყველაფერში საბოლოო ჯამში. ასე რომ ბრენდი შექმნელებს ურჩევ რომ რეალური იდენტობები წარმოაჩინონ და ადამიანებსაც ურჩევ რომ მათი იდენტობით შეარჩიონ ბრენდები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ რამე არ არის ნაღდი, ის გამოჩნდება. რომ შეხვედროდი საკუთარ თავს 15 წლის წინ, რას ეტყოდი? ესე პირდაპირ თქვა? გაინძერი შეჩემა. ამას ვეტყოდი. ანუ ბევრ ამას ნანოფ რას დამაგვიანდა რა, სხვა შორის სპოტლაიტზე გამოსვლას მაგაზე მქონდა, პირად ბრენდინგზე იყო, მაგრამ ჩემი თავით დავიწყე და მაგას ვეტყოდი, რომ დროზე ქენი შეგიძლია და რაღაცა ნუ ბოდიალობ რა. აი ამას ვეტყოდი ნამდვილად რა. რას აკეთებ მაშინ, როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება? ძალიან ტუტუსური განცხადება უნდა გავაკეთო და იშვიათად არის, როცა საკუთარ თავში ეჭვი მეპარება და მამა ჩემი ხშირად რუსულ გამოთქმას იყენებდა ხოლმე, რომ სამაუვერენი ბალვან რა, აი ესე თვით დარწმუნებული, რავი, როგორ თქვა, ბალვან რა არის, რეგვენი რა, ხანდახან ესე იქცევიო და ახლა რა თქმა უნდა ზოგჯერ არის რომ ეჭვი მეპარება და
რას ვაკეთებ? ალბათ არა, ჩემთვის სანდო ავტორიტეტულ ადამიანებს ვეკითხები აზრს. გააჩნია რა საკითხია რა. და რა თქმა უნდა თამსდევს მუდმივ მოქმედი კითხვა, რომ მამაჩემი რას მირჩევდა. აი ეგ არის და მე რაღაცა იმეებით დედუქციური მეთოდებით რაღაც გადაწყვეტილებამდე მივდივარ, მაგრამ ხო ეს არის ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა გიგლაჩიკოვანმა უთხრა ჩემ მამიდაშვილს რა, რომ ბიჭო შენო რანაირი მორიდებული და ისეთი ტიპი ხარო რა რაღაც სტრუქტურაში მუშაობდა. აი ხა შენ ადგილას ეს რო იყოს უკვე გენერალი იქნებოდაო რა. აი რაღაც ეს თვისება მაქვს რა, რომ აი რაღაც არ მეპარება ხოლმე ეჭვი რა და ის თვისებაც მაქვს, რომ თუ გზაში შევატყვე რომ არ მყოფნის ან კომპეტენცია ან რამე ან რაღაცა ვირეშმაკობას არ მიმართავ არასოდეს და მიღიარებია ზოგჯერ და გამდგარ განზე, არც ეგ მაქვს პრობლემა, მაგრამ ძირითადად აი მისწავლია, მივწოლილ ვარ და ასე შემდეგ. როგორ გინდა რომ ადამიანებს ახსოვდე, როდესაც აღარ იქნები, ხო? თუ ჩემი როგორც მასწავლებლის, ანუ ლექტორის საქმიანობასაც მოვიშველიებ და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ცოდნა, სწავლა დიდი ღირებულებაა ძალიან და ყველაზე მეტად ვიხსენებ და ვემადლიერები ყოველთვის იმ ხალხს, ვინც რაღაც მასწავლა, ეს მასწავლა პირდაპირი გაგებითაც, ქცევითაც, მაგალითიცაც და ასე შემდეგ, მაშინ ალბათ მინდა ისე გამიხსენონ ჩემი სტუდენტებიდან დაწყებული, დამთავრებული შვილებით, რომ რაღაც კარგი გვასწავლა და ვისწავლეთ. და რა მაგარი იყო, რომ მისგან იღებდი რაღაცა ცოდნას. და ხო, მინდა რომ ცალსახად ყველამ იცოდეს, რომ მე არასოდეს, თქვათ, არ ვიყავი ეს რაღაცა ვირეშმაკა რაღაც. ეს ნაღდი ტიპი ვიყავი რა, აი ეგ ამბავი. ბრენდის ნაღდობა მაქვს ესე ჩემი ტერმინი მოგონილი და აი ეს რომ ნაღდი ტიპი იყო რა, როგორიც იყო ეგ იყო, რომელმაც ბევრი ისწავლა და მე ჩვენ გვასწავლა რა. და არ დაინანა თავი. აი რაღაც ესე ალბათ. იმიტომ რომ ამებზე ნაფიქრი მაქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი სავარჯიში ვარ ბრენდინგის, რომელიც ჩვენზე დიდი ბიჭი სპეციალისტისგან ვისესხეთ, ეს არის ბრენდის ნეკროლოგი რა. პირველი სავარჯიში არის, რომ წარმოედგინე აღარ ახარ ბაზარზე 50 წლის მერე, ვინ იყავი, რა იყავი, რას მიაღწია და რატომ დააკლდები ადამიანებს რა. ხვდებით ეს ამბავი. ამაზე ნაფიქრი მაქვს. საბოლოო ჯამში აქ დავდივარ რა, რომ იყო ნაღდი ადამიანი როგორც იყო ისეთი და ხო ბევრი გვასწავლა არ დაინანა ამისთვის არაფერი